ჩვენთან საზოგადოება ხო დაიყო, არის ფენა, რომელიც მოწყვეტილია ხალხს და ცალკე სივრცეში ცხოვრობს და არის კიდე ხალხი, რომელიც თავისი პრობლემებით ახერხებს თქვა რაღაცნაირად თავის გატანას. ახლა მე როცა მიწევს რეგიონებში ჩასვლა, რეალურად პრობლემები ერთი და იგივეა და სულაც არ არის ეს პრობლემები მიღმული თქვა ინფრასტრუქტურასთან და რაღაც სხვასთან. პრობლემები ძირითადად ჯგუფდება ამდაგვარად, რომ ადამიანებს არ აქვთ სივრცე საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. ეს იწვევს რეგიონების დაცარიელებას რეალურად და ბევრ სხვა ისეთ პრობლემას, რაც ჩვენ ქვეყანას სინამდვილეში დაბლაწევს. კი ბატონო, სოციალური საკითხები მართლაც რომ ლიდერობს დასახელებულ პრობლემებს შორის, თქვენ პარტიას თუ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ეს ფონი? იცით რა, როდესაც ამოცანა სწორად არის დასმული, გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი არის ხოლმე და მათ შორის ზოგიერთი უფრო ადვილი შესასრულებელია, ზოგიერთი უფრო ოპტიმალურია, ზოგიერთი უფრო ეფექტურია და ასე შემდეგ. ახლა ეს არის უკვე მთავარი პრობლემა დასვა სწორად. ჩვენ როცა გვეუბნებიან სოციალური ფონი მძიმეა, მართლაც მძიმეა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანია, რომელიც ან სიღარიბის ზღვარზეა, ან ამ ზღვარს დაბლა არის. და არანაირი ის არ ჩანს, იმიტომ რომ ბიუჯეტი ამას არ ყოფნის რეალურად და ბიუჯეტი არც არის ამ პრობლემის მოხსნის საშუალება. ამ პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი გზაა, რომ ის ფენა სახელმწიფოში, რომელიც რეალურად ჩამოყალიბდა და არსებობს და ეს არის დიდართა ფენა, ესე ვიტყვი მე, თანამონაწილე გახდეს ამ პრობლემების მოხსნისა. და ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს ახლა კონკრეტულად რა როგორ რა სახეს მიიღებს. ეს რა თქმა უნდა მსჯელობის საგანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრობლემის ასეთნაირად დაყენება, რომ საქართველოში დიდარმა ადამიანებმა, რომლებიც რეალურად არსებობენ, ხო, თანამონაწილენი გახდნენ პროცესისა, რომ სიღარიბე ქვეყანაში ვთქვათ, რაღაც ეტაპზე არ არსებობდეს, ეს სავსებით შესაძლებელია, განხორციელებადია, აი მექანიზმზეა ლაპარაკი და რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი უნდა მერე გაამყაროს კანონმდებლობამ. აი საკანონმდებლო სივრცეში, ამით არის საკანონმდებლო სივრცეში თანამონაწილეობა საინტერესო, რომ შეგიძლია შენი გამოცდილებიდან ან სხვისი გამოცდილების გაზიარებით რეალურად შექმნა ის სივრცე, რომელიც ადამიანების თანაცხოვრებას ამ სახელმწიფოში და ამ საზოგადოებაში მოაწესრიგებს.